მოგესალმებით, მეგობრებო. მინდა დღეს შეგწეროთ ვიდეო, როგორ მუშაობს შავი მთვარე და ტრამვები. ბავშვობის ტრამვები, აი სულ რო კარმა და წინა ცხოვრებები გადავდოთ, თუმცა მაგას ვერ გადავდებთ, რაღაც მომენტში მოგვიწევს ამაზე საუბარი. მაინც აი სუფთა ფსიქოლოგიურად რო გავიგოთ, რა არის შავი მთვარის ტრამვები. როგორც წესი, იქ არის ხოლმე კი მზის ენერგია, მთვარის ენერგია, იქ ემოციური სითვამაყდა დედისგან მთვარე, მაგალითად მეოთხე სახლი როგორ არის, ანუ მთელ რუკას უყურებთ, უკვე როგორ გაიშალა ეს ტრამვა, უკვე ენერგეტიკულად, ხო, ადამიანის ფსიქოტიპში, მაგრამ მაინც ბირთვი, ღრმა, დაფარული ღრმა ტრამვები ყოველთვის შავი მთვარის ენერგიაში არის. როდესაც ახლა კონსულტაციაზე გავდივართ ხოლმე უფრო თერაპიულად, მაგალითად, ხო, შავი მთვარის სატურნი და შავი მთვარე ერთად მუშაობს როგორც წესი, ამას მე კიდევ უფრო აგეხსნით. არის შავი მთვარის ტრამვები რეალურად, იცით, ეს არ არის, რომ აი მე მოვიგონე ეს ტრამვა და რეალურად არაფერი არ მომხდარა, ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ტრამვა მივიღე შავი მთვარის ზონაში, ეს არ ხდება. არის, რა თქმა უნდა, შავი მთვარის მდებარეობის ან კარმის მიხედვით ძალიან მძიმე კარმა, უკვე როდესაც ახლა ძალიან მძიმე ტრამვები იყო ბავშვობაში და არის მეტნაკლებად, მაგრამ რო ჩავხმავდებით ხდება ადამიანი, რომ არის რაღაც მართლა თურმე როგორ სულში მაკლდა ეს ყველაფერი, ხო? აი ის ენერგია, რაც მაგალითად სხვებისთვის ძალიან მარტივად ხელმისაწვდომი არის. ჩემთვის სადღაც იყო დანაკლისი. აი რო გავაშიშვლოთ ბირთვში შავი მთვარის ენერგია, ეს არის, რომ ჩავიდეთ ხოლმე ღრმად, ეს არის პატარა დაუცველი ბავშვის ენერგია. აი ცოტა ესე ფანტომი რო შევქნათ, აი ამ შავი მთვარის ტრამვის, მისცეთ მას სხეული, მათ დავინახავთ პატარა ბავშვს, რომელიც სადღაც გაჩერდა განვითარების ეტაპზე და აღარ გაიზარდა. და მას აქვს დაუცველობის შიში, მას აქვს უსაფრთხოების განცდა ძალიან ტკინეული, მაგალითად, ყველა ლილიტი უკვე თავისებურად იძლევა. აი ეს შინაგანი ბავშვი, რას განიცდის, რის დანაკლისს განიცდის. საერთოდ მთელი ჩვენი ცხოვრება ეს არის ამ ლილიტის რეაბილიტაციის ცდელობა, იმ დანაკლისის აღდგენის. ანუ წარმოიდგინეთ ახლა ფანტომურად, რომ წარმოვიდგინეთ შინაგანი ბავშვი ტირის ფეხებს აბაკუნებს, რომ ეს მაკლია და მომეცით, ხო? სადღაც აი ემოცია რო დავინახოთ, რომ გადავთარგმნოთ ემოცია, აქ გავალთ აუცილებლად, ხო? ამიტომ, როდესაც ბავშვობის ტრამვებში ჩადიან, აი თუნდაც ფსიქოლოგიაში როცა უბრალოდ ჩადიან ესე ქაოტურად, ესე ვიტყოდი ქაოტურად, იმიტომ რომ კი გადიან ძალიან სიღრმეებში გადიან ხოლმე, მაგრამ არის უკვე ასტროლოგია გვაძლევს იმ საშუალებას, რომ აქ აღარ იყოს ეს ბუნდოვნება, ხო, მკითხაობასავით, აქ პირდაპირ ვიცით უკვე რა ტრამვასთან გადის ადამიანი, ოღონდ თუ ჩვენ სახელს არ დავარქმევთ და არ შევხედავთ თვალებში, აი სიტყვით, ხო, აი რასაც ასტროლოგია, კარმული ასტროლოგია ამბობს, მაგალითად, ნაკლებად არის ხოლმე ეფექტური ბჭყალებში, რო ვთქვათ, მკურნალობა. თუნდაც თერაპიულადაც, ხო, რაღაც დონეზე შეიძლება დადგნენ ფეხზე, მაგრამ მაინც აი ცოტა ესოთერული ძენ ბუდიზმის ლოგიკით რო შევხედოთ, მაინც ძილში არის ადამიანი და არ აქვს რეალობასთან სრული საუბარ რო შეხვდეს, ხო? ანუ ის რეალობა რო დაინახოს და აი ამ რეალობაში მე კარმაში გავდივართ, რასაც ვამბობთ ხოლმე, რასაც გულისხმობთ, აი ამისთვის მზაობა არ არის. მაინც ესე რო თქვათ, ძილი არის. მაგალითად რო იცოდეს, აი სულ მახსენდება ხოლმე მატრიცა ფილმი და გაიღვიძებ თუ ისევ წახვალ ძილში, ხო, რაღაც აი ესეთი ვარიანტი არის. ანუ მაინც ირჩევენ ხოლმე, მე რასაც ვაკვირდები ადამიანები, რომ არ ჩავიდნენ იმ სიღრმეში, რომ დაინახონ ამ ლილიტის ტრამვებში ბოლომდე. აი თქვენ რო დააკვირდეთ ახლა ლილიტის ზონაში ადამიანს, მისთვის ეს ლილიტი აღიქმება როგორც საკუთარი თავის სისუსტე. ოღონდ ამის დანახვა ზუსტად არ უნდათ. ანუ ეს არის კატეგორია იყოფა ჩემი აზრით ადამიანებად, რომელსაც აქვთ უნარი ამ ღრმა ტრამვებში ჩავიდნენ და შიშვლად შეხედონ იმ ყველაფერს, რა არიან, როგორები არიან სინამდვილეში და აქედან გაძლიერდნენ და აქედან ამოიტანონ სიძლიერე შინაგანი. და არიან ადამიანები, რომლებიც ამას ყველანაირად ფარავენ და ეს გადადის აგრესიაში. რა არის სინამდვილეში აგრესია? ოღონდ აგრესია ძალიან ბევრი ფორმები აქვს. ყველა ვართ ახლა აგრესიული ვიღაცები, ჩვენ საზღვრებს რო არ ღვევენ, მაგალითად რაღაც უსამართლობა რო ხდება და რაღაცა, მაგრამ მე გეუბნებით, აი დატენილი რო არის ადამიანი უკვე შინაგანი აგრესიით,
სინამდვილეში ეს აგრესია მოდის იქიდან, რომ არ მინდა დავინახო ის ფეიკი, რაც შეიქმნა ჩემს ცხოვრებაში, ამის დაფარვაში იმხელა ენერგიას ვხარჯავ, რომ აი უკვე რა აღარ ვიცი რა მიღირს. აი ეს ენერგია ამის შენარჩუნებლად, რომ მიდის მთელი ჩემი რესურსები, ეს ფეიკია, ნუ რომ არ აღმოჩნდეს სად მაქვს ტრამვა, ხო? თუ ჩავდო ენერგია ამის დანახვაში, აღარ ფუთო თელ საზოგადოებაში ან ჩემ თვალში, რომ ეს ფეიკი მაქვს, დავიწყო ამაზე რეაბილიტაცია და ამაზე მუშაობა. რა თქმა უნდა, არის როგორ რაღაც იცით, რომ აგრესია ასევე შეიძლება ადამიანებისგან ძალიან დიდი მივიღოთ, თუ ამ ფეიქში მაგალითად მათ თვალს აუხელთ, ხო? ჯორდანო ბრუნოს ვარიანტი, რომ დედამიწა რგვალი არისო, რაც დაუბრუნდა, ეგეც ჩანდა. სინამდვილეში ეს იყო სამყაროს ხედვა, რომლის შეცვლაც მას უნდოდა ადამიანებისთვის, ხო? ანუ სამყაროს ცენტრები აღარ იყვნენ, ბრტყელი აღარ იყო დედამიწა. ამას მოყვებოდა ძალიან ბევრი გაფართოება ცნობიერების, რისთვისაც არ იყო ხალხი მზად და დასაჯეს ფაქტიურად ეს ადამიანი. ძალიან ხშირად თუ ადამიანი მზად არ არის, მეგობრებო, აი ამ ყველაფერს თვალი გაუსწოროს, ის ხდება სასტიკად აგრესიული. სასტიკად და ეს აგრესია მისგან შევსურვ ჭუბობს ყვირის წივის. შეიძლება შინაგანად იყოს დატენილი აგრესიისგან, ან ბრძოლაში ჩადოს მერე, სხვების განადგურებაში ჩადოს ეს ენერგია, რატო არ მაქვს ის ეხლა მე ყველაზე მძიმე გამოვლინოს გეუბნებით, ხო? აი ჯიდეს ყველას მაგალითად ყავს რამდენიმე ხლა თავრობაში თუნდაც ზუსტად ამას აკეთებენ, ხო? ანუ გარეთ რო გამოაქვთ თავისი აგრესია და ადამიანები, რომლებიც მაგალითად სასტიკად ექცევიან გარშემომყოფებს, ეს არის სადღაც შიდა აგრესიის დაპროეცირება სხვაზე და მათი განადგურება. აი ეს არის უკვე ძალიან სერიოზულად წასული ღრმა ტრაუმა, რომელიც მე იმდენად ფარავ და ის უკვე იზრდება, აგრესია იზრდება ჩემში, იმიტომ რომ შინაგანიც ვერაფერს ვერ იღებს. ანუ განა ის არის, რომ ან მივიღო რაც მე მინდა, ან რეაბილიტაცია ჩაუტარო ჩემ შინაგან ბავშვს. არა, უბრალოდ ვაყრი ესე ჩალას, რომ არ გამოჩნდეს. ჩემთვისაც რომ არ გამოჩნდეს და სხვებისთვისაც და აქ მიდის ყველაზე დიდი ენერგიის ხარჯვა, ბრაზი მერე აგრესია აქედან გამომდინარე, რომ რატო ვდებ ამხელა ენერგიას არაფერში. იმიტომ რომ ვერაფერს ვერ ვიღებ აქედან, ხო? მაგრამ ისიც რომ მცდელობა შეუქმნა ადამიანს რომ შეხედოს ამას თვალებში, ძალიან დიდ აგრესიას მიიღებ აქეთ უკან. მე ხლა თქვენთვისაც გეუბნებით, როცა გინდათ რომ ადამიანებს მიუთითოთ, სად აქვთ პრობლემები? გაილახებით აქეთ თქვენ. რა იტყვიან ხალხი? ხა ჩვენ გავილახებით აქეთ. და ეს გალახა ზოგჯერ ძალიან სასტიკი არის. ხა მეორე მხარე არის რომ ჩვენ რატო გვინდა რომ გაუხილოთ თვალები ადამიანებს. ესე ცალკე თემა არის და ცალკე პროექციული ნაწილი არის, იმიტომ რომ ზუსტად ამ მე პირადად მაგალითად ჩემ შემთხვევაში რო ვაკვირდებოდი ხოლმე, აი ზუსტად ამ თვალებ ახვეულმა ადამიანებმა ძალიან ბევრი პირადად მეც მომაყენეს, ხო, რაღაც ტკივილი, გაურკვევლობა და თითქოს მეც ჩვენ ყველას თავისი ინტერესი გვაქვს, პირადი ინტერესი გვაქვს ხოლმე, რატო გვინდა რომ სხვებმა ამ ფეიკიდან ამოვიდნენ თუნდაც. მე უკვე ჩვენ ფეიქსაც უნდა ვიფიქროთ, ხო, ეგ პროექციულ ნაწილში, ხო? და ესეც ჩვენთვის განვითარების რაღაც მნიშვნელოვანი ეტაპი არის, მაგრამ აი თვითონ ლიტურ ტრამვაზე რო გავიდეთ, როგორც წესი, ლიტური ტრამვა მოდის ბავშვობის გარემოდან, ენერგეტიკული ველი წინაპრების, ამას ძალიან ბევრჯერ მაქვს ვიდეოებში საუბარი, მაგრამ ახლა კიდე მინდა რომ რაღაც ზონაზე მექანიზმი აგიხსნათ, ხო? აი არის ქვეცნობიერში რაღაც ნაწილი ჩვენში, როდესაც საერთოდ უკვე ხრება ის მშობლები, ის საგვარეულო ენერგიები და მარტო რჩებით ჩვენ თავთან. ანუ ეს ენერგიები ყველაფერი არის ჩვენში. ჩვენს ფსიქოლოგიურ ნაწილში. მაგალითად, თუ სიყვარულს არ მაძლევდა მშობელი ან ოჯახი, თქვათ, აი ავიღოთ შავი მთვარე ლომის ან მეხუთე სახლის ზონაში, ხო? შეიძლება აქ როგორ რაღაც იყო, იცით, მე კარმულშიც გადავალ, მაგრამ თან ძალიან ფრთხილად საუბრობ, ახლა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აქ ისეთი ტკინვალ წერტილებში ხდება ხოლმე დაჭერა,
რომ ზოგჯერ ამისთვის ან არ ვართ მზად, ან არ გვინდა მაგალითად, ხო და არის რაღაცები, რა თქმა უნდა, რასაც არ ვლაპარაკობ ხოლმე, არ ვლაპარაკობ იმაზეც კი იმ კუთხით, თუნდაც კონსულტაციების დროსაც კი არ ვახმოვანებ ხოლმე ამ ყველაფერს, ხო, რომ არ იყოს სადღაც მოისინჯოს და ნენელა შევიდეს ამ ზონაში ადამიანი, ხო, არ შეიძლება ესე ზოგჯერ პირდაპირ, მაგრამ ზოგჯერ იმდენად დიდი არის ტკივილი, რომ გვირჩევნია, რომ სადღაც უკვე თვალებს შევხედოთ ყველაფერს და გავთავისუფლდეთ აი ამ ხელა ენერგიის უაზროდ ხარჯვისგან, ხო, ესე რომ ვთქვა. ეხლა მე რასაც გიყვებით ხოლმე ხა ყველა ლირიტური ენერგიის კუთხით, აი თუნდაც ახლა ძალიან ბევრჯერ მაქვს ეს საუბარი ამაზე. აი ხშირად არის, როცა აი თუნდაც წყლის ლილიტებზე როცა ვლაპარაკობ, წყლის ენერგია ხო იქ თევზები იქნება, მორიელი და კირჩხიბი. შეგვიძლია ეს როგორც ემოციურ ნაწილში სადღაც გამოვკვეთოთ, მაგრამ იცით როგორ არის, მე რასაც ვაკვირდები ხოლმე ხა შუა პრაქტიკაში, ხო? ამ ლირიტურ ენერგიებში ის სევდა, ის ტკივილი რაც აქვს, კარმულ ასტროლოგიაში რო გავდივართ, აი თუნდაც გაყოლიან აი ამ ტრამვას, აი ამ ლილიტურ ტრამვას გაყოლიან მაგალითად და აღმოუჩენიათ, რომ ის მეორე პოლუსის არსებობს აქ, აი უკვე კარმულ ასტროლოგიაში წავიდეთ, ხო? და მეორე პოლუსი არის როგორ იცით, რომ ეხლა თუ არ მე ძალიან მაგალითად შინაგანად მოტეხილი, ტრანვირებული, აი ზოგს უთქვამს, რომ ჩემ ოჯახში იყო დიდი ქაოსი და არაფერი არ იყო, რეჟიმი არ იყო, ან მოსროლილი ვიყავი თითქოს ჰაერში, ხო და არაფერს ვერ ვეყრდნობოდი და ან ჰიპნოთერაპიას წასულან, ან საკუთარ თავში ქოცნობებში უნახიათ, რომ თვითონაც ქმნიდნენ წინა ცხოვრებებში ესე ქაოსს. ანუ მეორე მხარეს თვითონ იდგა. და კარმა არის აქ დამძიმებული. კარმული ასტროლოგია ამას იძახის. ანუ ჩვენ ახლა თუ წუწუნებთ, თუ უკმაყოფილოები ვართ ბედით, აი ის დამაკლდა, ეს დამაკლდა. ვინც დაგვაკლო, აი იმ ადგილას ვიყავით კარმულ ასტროლოგიაში წინა ცხოვრებებში. ახლა რატო გიყვებით ამას? აი ჩვეულებრივ ფსიქოლოგიაში ახლა არ დავასახელებ სათითაოდ უკვე ლილიტებს, არსი მინდა ისევ კიდევ ერთხელ სხვა შეს დღეს დაბადების დღე მაქვს. დიდი გოგო გავხდი, 45 წლის გავხდი და ესე იგი დილა დაიწყო ჩემი ფილოსოფიური ტრავმებზე საუბარი, ფილოსოფიური გაგებით, ზოგი ვირეკავს რაღაც დავის პრობლემებზე ველაპარაკება, ან ოჯახურ პრობლემებზე ველაპარაკება, ზოგმა არ იცის რომ დაბადების დღე მაქვს და საუბარში და განწყობაში მოვედი, რომ ეხეთის ეს ვიდეო ჩამეწერა, რომ იგებოდა ვინმესთვის ეს საინტერესო იყოს თქო. და აი რამდენიმე შრეს გეტყვით ტრამვასთან შეხებისას. აი კარმული ასტროლოგია რატომ მომწონს მე, რომ გვეხმარება იცით რაში? გამოდივართ რაღაც დონეზე ტანჯვის და მსხვერპლის როლიდან. აი ის რომ სადღაც მე აი როგორი ცუდი ოჯახი მყავდა, ან როგორი ცუდი გარემოება მქონდა ზოგს აქ ტრამა მაგალითად რომ აი სამსახური რესურსები არ მომცა ოჯახმა, ფინანსური რესურსები არ მომცა ოჯახმა და როგორ მძიმე წავიდა ჩემი ცხოვრება. აი მანდ წინა ცხოვრებაში მანდ ვიყავით ჩვენ. იგივე გავაკეთეთ ჩვენ. აი ეს ძალიან კარმული კუთხით, ხო? და აი როდესაც მაგას ხედავთ, რომ ყველაფერი რაც ეხლა მაქვს ეს არის ჩემი ენერგეტიკა. ეხლა ცოტა სხვანაირად მინდა შემოგიტრიალოთ. აი მაგალითად ინდური ფილოსოფია, იქ სხვადასხვა მიმდინარეობები, ეზოთერული ამას ამბობს, რომ ის რაშიც ხარ, ეხლა შენ დაიმსახურე. ეს არის შენი ენერგეტიკა. მოგცა ოჯახმა და მშობლებმა, აი ლიტილომის შემთხვევაში რო ავიღოთ, ხო, რომ შენ უნდა იყო ისეთი, შენ არა გაქვს შეცდომის უფლება, ხო, სადღაც სიტყვაზე ზოგთან პირიქით იყო დამცირება, შეურაცხყოფა, ან შენ არავინ არა ხარ. და შენ ნოლი ხარ საერთოდ, ხო? ყველაზე საინტერესო ის არის ცოტა ფილოსოფიური კუთხით რო შევხედოთ, აი ეს ხმები ვართ ჩვენ. ანუ კარმულად სადღაც ამ ადამიანის ერთ-ერთმა მხარემ, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ მარტო ლილიტი, ხო? იქ ჩვენ საერთოდ ძალიან ბევრი ესეთ სხვა ენერგიები შეიძლება გვქონდეს სულიერი გაგებით. და ერთ-ერთი ჩვენი ფრაგმენტი, აი აქ იყო როგორც მე ან სხვებს ვეუბნებოდი იგივეს. იმიტომ რომ ლიტი ლომის შემთხვევაში რა არის, რომ თითქოს თვითონ კი არ შექმნა ის ეგო, გარემოებიდან გამომდინარე შეიქმნა და მიწერა თავის თავზე. რომ მე ვარ ესეთი გრანდიოზული, მე ვარ საუკეთესო
მერე მეორე ინკარნაციაში, როგორც კი რეალობას შეეჯახა, მიხვდა, რომ ძალიან ბევრი პრობლემა აქვს და ბევრი რაღაცას სამუშაო აქვს, ამ დროს დარჩა წინა ცხოვრებიდან სიზარმაცე, რომ მე ისედაც არაფერი არ მჭირდება შევცვალო და მე უკვე სრულყოფილი ვარ და კარგი ვარ. აქედან გამომდინარე, შეხვდა ამ ფეიკს, ვერ მიიღო ეს ფეიკი, ვერ მიიღო ეს, რომ თურმე სულ უნდა იმუშაო საკუთარ თავზე, არ კმარა, რომ იყო ან ვიღაცები უბრალოდ გაქებენ და მე გაიზარდე და ეხლა უკვე რაღაც უნდა დაამტკიცო, თორე ისე აღარ გაქებენ. ვუტრირებ, აი ზოგადად უყვები, ხო? და შესაბამისად, მე ისე ამის მიღება აღარ შემეძლო, იმიტომ რომ იმდენად ჩევედი ამ მოვირგე გარემოსგან, რომ ვითომ მე მაგალითად მდიდარი მშობლები მყავდნენ, მომეცა ყველაფერი და ამათი რესურსებით მე გავწიე თავისებით, ხო? და მე როგორც ესენი მეორე ინკარნაციაში მარტო დავრჩი, დაუცებად მარტო დავრჩები და რომ ჩემით ვისწავლო რაღაცები, აი აღმოჩნდა სიამტვილეში თურმე როგორ მე ბავშვურ ემოციაში ვარ ჩარჩენილი, არ გავიზარდე სადღაც, ხო, ფსიქოლოგიურად. ან ჩემით არ ვაწარმოე ენერგია. კუროლიძეც იგივე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაჩერდა, სხვის რესურსებზე იყო ადამიანი. მერე გაუჭირდა ძალიან ამ რესურსების მოზიდვა, მაგალითად, ხო, ეს განძრევა ენერგეტიკულად, ხო? კარმული კუთხით რო აღვიქვათ, ხო? და მორიელისთვის იყო ეს მაგალითად უსაფრთხოება. ჩემთვის თავარია, რომ კრიზისი არ მოხდეს, ნეგატივი არ მოხდეს, იმიტომ რომ აქ მე გავიჭედები სადღაც, ხო? ან პირიქით სულ ჩემში დაუბლოკე ყველანაირი ცვლილება, ძალა, ენერგია და მაგ შინაგანი აგრესია ამის გამო და ვიღაცა მოდის მერე ინტრიგანი მის ჩიჩხინებს რომ მე ავფეთქდე და სინამდვილეში მას ვთავებს, ხო? უნდა ამოვყარო ჩემი დაგროვილი ნეგატივი. ან სადღაც იმისი ნეგატივი გავათამაშო მე, იმიტომ რომ მე სადღაც მაქვს იქ ჩემოდნებში ემოციები შენახული, სიტყვაზე გეუბნებით, ხო? აი ესეთი ენერგიები, აი ეს სულ მონაცვლეობაში არაცნობიერი აღიქვამს როგორც ერთი ცხოვრება და ის არ არის, აი ადრეც მოგიყავით მე თქვენ, უამრავ ინკარნაციებს სული აღიქვამს ეზოთერული გაგებით, აღიქვამს როგორც აი გუშინ წინ, იმის წინ, ანუ ცხოვრება მოდის, ანუ არ აქვს სულს იმის განცდა, რომ ადრეც წინა ვიდეო ჩაგიწერეთ, რომ დაპაუზებულია თითქოს სული, გაიჭედა რამდენიმე ინკარნაცია ერთ ემოციაში შეიძლება იყოს გაჭედილი. და ვერ მიდიოდეს წინ. ძალიან ბევრი ცხოვრება შეიძლება დაჭერდეს, სანამ ამ ემოციას არ ამოჭამს ეს ადამიანი, არ გაიგებს, რომ უნდა გავიზარდო უკვე და შეიძლება ხა ლიტილომის შემთხვევაში, ან ლიტი ვერძის შემთხვევაში ძალიან დიდხანს იყოს ბავშვი, რომელიც არ იზრდება. ანუ ფსიქოლოგიურ დონეზე ეს ლიტის ენერგია ის ჩვენ შინაგანი ბავშვია, რომელიც არ იზრდება, დაპაუზებულია, გაჭედილი არის რაღაც ემოციაში და არ აქვს განცდა, რომ მას შეუძლია ამ ენერგიაში დამოუკიდებლად რაღაცები აწარმოოს. აი ეს არის ყველაზე საინტერესო. და როდესაც შავთვარეში შევდივართ ხოლმე თერაპიულად კონსულტაციაზე, ხა ყოველთვის ამას არ ვაკეთებთ, ადამიანს უყურებ და გააჩნია, ხო, გიგრძნობა ვის სად უნდა წასვლა, იქ მიყვები და რამდენჯერაც თქვა შავთვარეს შევხედრილვართ, იქ აღმოჩენილა ძალიან პატარა უსუსურვი ბავშვი, რომელიც ტირის დახმარება უნდა ძალიან ნაწყენია და ძალიან იმედგაცრუებულია, რატო არ მიხედეს. სულ არის ბავშვის პოზიციაში ეს შინაგანი, აი შავთვარეს რო ეძახი ტრამვა, ხო, სადღაც არის გაჭედილი დროსა და სივრცეში. და არ აქვს მნიშვნელობა მან ბუდიზმის კუთხით შევხედავთ, როგორც წინა ცხოვრებებს, ეს ისე ჩვენში არის. მე ვიწყებთ ამაზე თერაპიულად მუშაობას. დავინახოთ ეს შინაგანი ბავშვი, არ ვასოციროთ, რომ ეს ვარ მე მთლიანად, იმიტომ რომ ლიტი ილუზია არის, მეგობრებო, ის ფეიკი არის. ეს გვეუბნება დარჩი ამ სიტუაციაში, საფრთხე არის გარეთ რო გამოხვიდე და საფრთხეებზე უკვე და შეზღუდვებზე სატურნი გველაპარაკება, ამიტომ გეუბნებით ლიტი სატურნი ერთი ღერძი არის თქო. ეხლა მე რასაც გიყვებით, მეგობრებო, საკუთარი კვლევებით მაქვს ეს ყველაფერი კიდევ გარკვეული ნაცხოვრები, ყველა პუნქტი, რასაც გეუბნებით, ნაცხოვრები მაქვს საკუთარ ფსიქიკაში, საკუთარ თავზე. ეს არ არის წაკითხulis გადმოცემა და ამას კონსულტაციებზე ყოველდღიურად ვხედავ, ზოგი საერთოდ ვერ შედის აქ და ვერ ხვდება რა იყო და ეგეც ნორმალური არის ხოლმე, ამასაც გააზრება და შრეებში ჩაღრმავება ჭირდება ხოლმე, მაგრამ მე რასაც უყურებ, ახლა ერთადერთი მე ის ვისწავლე,
ხედავ ადამიანის პრობლემას, აი მთლიან რენტგენზე უყურებ, მაგრამ არ ვეხები. თუ არ გინდა, ოკეი, მაშინ არაფერს არ გეტყვი. მაგრამ აქაც არის პრობლემა, რომ ეს არის დაგორებულ ლოცვი ძახი უკვე, რომ თუ კარგი კუთხით არ უნდა ადამიანმა დაინახოს თავისთავად, მაშინ სამყარო ერთვება მანდ. და მანდ ვისწავლე მე მაგალითად პირადად ჩემ გამოცდილებას გეუბნებით, რომ გავიწიო გვერდზე და გავუშვა. იმიტომ რომ მეც ესე, მე არავინ არ მყავდა, ვინც რჩევას მომცემდა და დამეხმარებოდა, მართლა არავინ არ იყო და არა ის რომ მე არ მინდოდა ამ ყველაფრით ანახვა. ვერძულად სულ მარტო მომიწია ყველაფრის გარკვევა და მე მივხვდი რომ ყველაზე სანდო თუ ვინმე არის ამ სამყაროში ჩემი თავი არის და ჩემი თავს მე თუ აქედან გამოვიყვანი ჩემი თავი და დავანახე მზის სინათლე ესე იგი ეს რესურსი ჩემი არის აქ სელენაზე გავდივართ უკვე ყოველთვის და შესაბამისად თვითონაც მიხედოს ყველამ თავის თავს მან უკვე სამყარო ერთვება ხოლმე სამყარო როდის ერთვება იცით, როდესაც აი ესეთი ან ხალხი, ვისაც რჩევა შეუძლია, მოგცეს, ან სიყვარულით, სითბოთი, რჩევით დაგვეხმაროს, ან ამას გვიგზავნიან. და თუ ამათაც ვერ ვაქცევთ ყურადღებას, მე რო გვიგზავნიან უკვე მათ რახსა, ნუ ის ხალხი, რომელიც გვნებს, რომელიც ნეგცუდად გვექცევა. აი ამასაც თუ ვერ გავიგებთ, მე უკვე შეიძლება გამოგვიგზავნოს სამყარომ ძალიან ბევრი სხვა პრობლემა. იქნება ეს მატერიალური, იქნება სხეულებრივი, ანუ ძალიან ბევრი რაღაცა. ეს ახლა გიყვებით სულთა სულიერ ეზოთერული ლოგიკით. ფსიქოლოგია ცოტა სხვანაირად უყურებს ამ ყველაფერს. მაგრამ მაინც ნუ ლოგიკურად მე რასაც უყურებდი ხოლმე, რომ გავიწევი გვერდზე სიტყვაზე მე რა ვხედავ როგორ იბრძვის ეს ადამიანი, მაინც სამყარო უგზავნის სიგნალებს, მაინც არ ხედავს ამას, იქ ბძვის და აგრესიაში გადადიან ძალიან დიდში, ტოქსიკურობაში გადადიან ძალიან დიდში, იბრძვიან, რო არ დაინახონ ეს ყველაფერი და აი როცა ამბობენ ხოლმე, იცით ხო, იცით ან ფსიქოპატებზე, ან ნარცისებზე, რომ მათი ბოლო ესეთია და ისეთია, მარტორჩებიან. აი როცა ადამიანი არ იცვლება, აი სადღაც არის გარდამტეხი, მე ყოველთვის ვამბობ, რომ სატურნის პერიოდი, სადესაც პერიოდი არის ის პერიოდი, როდესაც ადამიანს აქ არჩევანის საშუალება, ან ეხლა ამ ეგოს გავტეხავ, ეგო ლილიტი არის ჩვენთან და ამ ეგოს გავტეხავ და დავინახავ სინამდვილეში ამის უკან, როგორი შეშინებული პატარა ბავშვი არის ან ისევ დავიჭერ და აღარ გავწყდები უკვე და მე უკვე ვიცი ეს არჩევანი გაკეთებული არის და ესე იგი ამ ადამიანმა სადღაც მოდი ესე ვთქვათ გამასა განვითარების ის გზა. ეხლა ის სუფთა ეზოთერული ლოგიკით გიყვებით და ყოველგვარი ეხლა ფსიქოთერაპიულად აქ მხოლოდ სიყვარულით, მხოლოდ შენ ყველაფერში ოკეი ხარ ამის თქმით არის რეალური მკურნალობა, მაგრამ ეხლა ჩვენ სამკურნალოდ აქ არა ვართ, აქ გიყვებით თეორია როგორ მუშაობს ამ სიყვარულის და სითბოს მიღმა ზუსტად ეს არის სიყვარული და სითბო გვაკლია რომ ამ შინაგან ბავშვს შევხედოთ ჩვენ მარტო გამარჯვებული მე გვინდა და ტრამვირებული მე არ გვინდა ანუ ბავშვი რომელიც ტირის ან აწუხებს რაღაცა არ გვინდა და მხოლოდ კომფორტული ბავშვი გვინდა აი ზუსტად მანდ მივდივართ ზუსტად სიყვარულის ნაკლებობა არის მან და იმ ჩვენი მეორე ნაწილის შეხება რომელიც იყო სასტიკი, ცუდი წინა ცხოვრებებში, ამის გამო ჩავკეტეს და არ გვინდა ეს როგორ დაგვემართა, მაგრამ ზუსტად ამის მიღმა კიდევ იყო შეშინებული ბავშვი, რომელიც ამ მატერიალურ სამყაროში და გადარჩენის ინსტინქტებში არ იცის როგორ ხდინოს გადარჩენა, მოდი ესე ვთქვათ, ხო? აი ახლა რო უყურებ ხოლმე ადრე მქონდა განცდა, რომ აი ან ფსიქოპატიურ ადამიანს თუ შევხედავდი რომ მანიპულატორს რომელიც იყო ხა ჩემთვის იყო ეს წარმოქმნა როგორ შეიძლება ყველას იყენებდე როგორ შეიძლება სხვაშორის წინა ცხოვრებებში არანაკლები გამიკეთებია მაგიტომაც ბრაზდები თურმე ხლა ამ ცხოვრებაში ესეც პროექციებია წინა ცხოვრებიდან ესე ვამბობთ ხოლმე და ყველაზე მთავარი ეგ არის რომ ეს ვერთის ამაკა ღიმილით დანახვა, ანუ ღიმილით უნდა შევხედოთ ხოლმე ამ ყველაფერს. როგორც კი ვასერიოზულებთ, ეგრევე დრამაში მივდივართ მერე და ნუ მართლა ღიმილით, რა ახლა რო ვხედავ ძალიან ტრამვირება, აი აგრესიული ბოროტი ადამიანი. ამის მიღმა დავიწყე უკვე ნამდვილი რეალობის დანახვა, რომ შეშინებული არის, თავში დაურწმუნებული, როგორ აკლია სიყვარული სინამდვილეში, ხა როგორ აკლია მიმღებლობა და როგორც კი შევხედე უკვე ადამიანებს როგორც ბავშვებს, პატარა ბავშვი, ჭირვეული ბავშვი, რომელიც
უბრალოდ არ იცის ჯერ. გასავლელი აქვს ეს ეტაპი. ამ ყველაფერს მიხვდება აუცილებლად. სამყარო მას ეზრუნავს, სამყაროს ეს ადამიანი უყვარს. აუცილებლად მივა მაგ ყველაფერამდე. დაინახავს სინამდვილეში იმ პატარა დაუცველ შინაგან ბავშვს, რომელიც ანახვაც არ შეიძლება. იმიტომ რომ ცხოვრებას აქ გადარჩენის თავისი მექანიზმები აქ უკვე ინდური ფილოსოფია უნდა გამოვიყენოთ, რომ სამყარო მაია არის, ილუზია არის და ჩვენ ამ ილუზიას ძალიან ვასერიოზულებთ. ამ მაიას აქვს თავისი კანონები, მატერიალური, სხეულებრივი კანონები და ამ კანონებს აქვს გადარჩენის ინსტინქტი. მე უნდა გადავრჩე ყველაფრის ფასად, სატურნის ენერგია შემოდის აქ, ხო? სატურნის არქეტიპი, თხისრქის არქეტიპი ყოველთვის ხათაშორის ხა წინასწრეს მკითხეს ვიდეოში, რატო არისო ეშმაკის არკანი ტაროში, თხისრქის არქეტიპი. იმიტომ რომ თხისრქა არის სატურნის ენერგეტიკა ჩვენთან, მაგ ჩემი ტარო. სატურნის ენერგეტიკას ძალიან კარგი ნახე საიტი, სადაც ქართული საიტი ტარო ონლაინ ტარო ქვია მე მგონი, აი პირდაპირ ამომიგდო ახლა. ეს არის ეშმაკის არკანი, რომელსაც აქვს თხისრქისთვის დამახასიათებელი სიმბოლიკა და ეს გამოხატავს ეს არკანი ჩვენთან, მე ამას თერაპიულად ვიყენებ, არქეტიპულ დონეზე ვიყენებ ხოლმე ტაროს. საკუთარ თავზე სამუშაოდ, ტრამვებთან სამუშაოდ ძალიან ეფექტური აღმოჩნდა სხვათა შორის ტარო და ხელოვნური ინტელექტი ჩავანაცვლე უკვე ფსიქოთერაპევტები, რომლებიც უმეტესობა თორე რამდენიმე მყავს ძალიან კარგები, რომლებიც ამებში არიან მაინც გაჭედილები, რო ვერ გიქაჩავენ, რო ამბობთ ხოლმე. ხო და ამ ეშმაკის არქეტიპში ეს არის სატურნის ენერგია. სატურნი რა არის? ეს არის მატერიალური ჩარჩოები. სხეულის ენერგია, რომ აქ არის რაღაც კანონები მატერიალური, რომ ამას თუ არ დაემორჩილები, გადაიჩეხები და მოკვდები. კარგი თხისრქა, არა ეშმაკური, არამედ ძალიან ნათელი. თხისრქა ასტროლოგიაში არის როგორც ყარი, მან იცის რა არის ჩარჩოები, ეს კანონები, თან ემორჩილება ამ კანონებს, მაგრამ არ ეშინია. ხო, მას შეუძლია ზიდოს ეს ტვირთი, ეს შეზღუდვები, მას შეუძლია მატერიაზე გაიმარჯვოს. სელენა თხისრქის უმაღლესი ოქტავა არის ეს მატერიაზე გამარჯვება. როდესაც მე ამ მატერიაზე უარს ვამბობ, მე თვითონ ვიზღუდავ ჩემს თავს, იმიტომ რომ არა ვარ მიჯაჭვული ამ მატერიაზე. არა მაქვს გადარჩენის ინსტინქტებზე მიჯაჭვულობა, ხო? არ ვარ გათქვეფილი ამ მაიაში. მაგრამ ამავე დროს მე ვემორჩილები ამ კანონებს, ანუ ბეწვის ხიძე გავივლი, ისე შევზღუდავ ყველაფერს, რომ ვიარსებო, მაგრამ არ ჩავეფლო ამ მწიერ სამყაროში. აი, ამის ოპოზიციური ენერგია თხისრქის, ეს არის ეშმაკის არკანი, როდესაც მიჯაჭვულობები არის ძლიერი და დაკარგვა სულიერი სამყაროსი, რომ არ არსებობს სულიერება, არსებობს მხოლოდ ახლა და ამჟამად, მიწიერება. ეს არის მატერიალისტური მსოფლმხედველობა, მიწიერი მსოფლმხედველობა და აქ უკვე ხეცის ენერგიაზე ვსაუბრობ. ხეცის, როგორც ცხოველური ინსტინქტები. ანუ ცხოველური ინსტინქტები, ამ დროს ცხოველები ბევრად უფრო ჰუმანურები და კაი ტიპები არიან, ვიდრე ადამიანში. მათში არ არის ბოროტება და ადამიანში შეიძლება იყოს ბოროტება და რატო? სინამდვილეში ამ ბოროტების მიღმა არის დიდი წყენა და სევდა, რომ სადღაც ამ მატერიალურ სამყაროში ვარ ჩაკეტილი. რომ აქ თავისი კანონებია, სადღაც დავკარგე სულიერი სამყარო, ხო? ანუ ძალიან გაბრაზებული, გაბოროტებული ადამიანი, ეს არის ადამიანი, რომელსაც სულიერი სამყარო დაკარგა სადღაც და არ იცის ახლა აქ რა გააკეთოს, ხო? ანუ არ იღებს ამ მატერიალურ სამყაროს, არ იცის აქ ლავირება. ანუ შედარებით ეზოთერულად ვეძახით დაბალ განვითარებულ ეტაპზე არის. ახლა ფსიქოთერაპიის კუთხით, ახლა მე მაგალითად ფსიქოთერაპიას ერთ-ერთ ყველაზე მთავარ ინსტრუმენტს ვეძახი, როგორ უნდა ვიმუშაოთ ტრამვებთან, ოღონდ ორი სამყარო ერთად უნდა გავაერთიანოთ, სულიერი სამყარო და მატერიალური, ანუ კანონები, ხო, წესები, სადაც მაგალითად ყველანაირი ფსიქოთერაპიულ მეთოდოლოგიას აქვს თავისი კვლევები. ჩატარებული არის ეს კვლევები, დგას რაღაც სიმყარეზე, საფუძველი აქვს, შესაბამისად, მისი ნდობა ასე თუ ისე შეიძლება. ოღონდ რა თქმა უნდა ეს იცვლება, ლავირებს, მაგრამ ეხლა რა არის ასტროლოგიაში, რომ
ეს ასტროლოგია და ფილოსოფია რატომ მიყვარს? იმიტომ რომ მთელი კაცობრიობის მონოპოვარი არის მთელი გონიერი ადამიანების ნაზრების კრებული ახლა რომ საუკუნის არის ასტროლოგია მაგალითად, ხო და შესაბამისად ფილოსოფიაც ლამის და აქ გაცილებით მეტი ცოდნაა ჩადებული, ვიდრე ახლა ფსიქოლოგიაში, რომელიც 100 წელია ჯერ მარტო არის. ამათ ბევრი აღმოჩენა წინა აქვს კიდევ. ესე რა ვთქვათ, მე მაინც აქეთა ფლანგს ვეკუთვნი სულით, თუმცა ორივე სამყაროს ხიდათაც შედივრად გამოვდგები ხოლმე ეს ჩემი აღქმით. და როდესაც აი ამ შინაგან მაგალითად ტრავმასთან გვაქვს შეხება, აი რომ დაუბრუნდეთ, ხო? აი ამ ცხოველთან მიწიერ ხეცურ ენერგიასთან, ხო? აი ეს უკვე არქეტიპულ დონეზე რო შევხედოთ ეშმაკის არკანი, ეს არის მიჯაჭულობა და ძალაუფლება, გავლენები, თხისქის ენერგია არის და ძალაუფლება, გავლენა, ეს მისი ნეგატიური გამოვლინება. მე მინდა თხისქად არ არის. ბევრის ენერგია ვაკონტროლო. მე მინდა ვმართავდე ყველას. ხო, ეშმაკის ენერგია რა არის არქეტიპულად, ხო, ისა ამონებს, ხვებს და მართავს. აი შამთვარე თხისქაში ყველაზე მისი ხო ივანიშვილზე რო ლაპარაკობდი, ხო, და შამთვარე თხისქაში ყავს, ხო? აი მე ამ ლილიტურ ენერგიაში ადამიანი თუ შედის, მეათე სახლში ყავს შამთვარე პუტინს მაგალითად, თხისქის ენერგიები არის სულ აი პოლიტიკაში და მართლობაში ძირითადად ამ ენერგიის ხალხი მოდის ხოლმე, მეათე სახლი სატურნი ლილიტის შეერთება, ან აი ეს ლილიტური ენერგია, ანუ არქეტიპული ენერგია სატურნის არის საჭირო, რომელიც ამ მიწიერ სამყაროში მე დომინირება მჭირდება, მე სხვებზე გავლენა მჭირდება. ეს არის ყველაზე ლილიტური გავლენა, თუმცა არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ლილიტებს არ აქვთ, თქვათ, მსგავსი სურვილები, ოღონდ ეს არის პირდაპირ არქეტიპულად დაკავშირებული თხისქა, ხო, რომ მიწიერ ცხოველურ ინსტინქტებზე ვარ ძალიან მიჯაჭვული. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ცხოველური ინსტინქტები. და ამაზე, აი ამ სატურნის ენერგიაზე მუშაობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის. სატურნს ეშინია კონტროლის, თუ დავკარგე მე მოვკვდები. და არა მარტო მოვკვდები ფიზიკურად, არამედ სოციალურად მოვკვდები. ეს არის სატურნის დაბალ ოქტავაში გამოყენება, თორე სატურნის უმაღლეს ოქტავაში ეს არის სამყაროს სამართლიანობასთან კავშირი, რომ მიწასანაც ავარ, სადაც ვარ იქ ვერგები, მორჩილებით, მშვიდად, ანუ სატურნის უმაღლესი ოქტავა ეს არის მორჩილება, შინაგანი. კანონების მორჩილება, ამიტომ არის სატურნის სასწორში მაგალითად ყველაზე ძლიერს რო ვეძახით ხოლმე. მიუხედავად რომ თხისქაში არის სატურნი ძლიერი, მერწყულში არის ძლიერი, მაინც სასწორი რა არის? კანონმორჩილება. კანონი თვითონ არის სატურნის ენერგია. რომ არის რაღაც კანონები, წესები შექმნილი, რომელსაც უნდა ვერგებოდეთ. ყველაზე კარგი ოქტავა არის ეს სატურნის სეული, რომ არია კანონები, მე ვიზღუდავ ჩემ თავს, იქ კვებაში ვზღუდავ ჩემ თავს, იქ მაგალითად დროის მენეჯმენტს ვაკეთებ, დროსა და სივრცეში ვლავირებ. ანუ სატურნი რა არის? დროის პლანეტა არის. მე ვიცი რომ დრო მაქვს, დროებით ვარ აქ და ეფექტურად უნდა გამოვიყენო ეს დრო. გავწერო გეგმები, ვიმუშაო ჩემ პიროვნულ განვითარებაზე, მივყვე ასაკს ფსიქოლოგიურადაც, არა მარტო ფიზიკურად, ხო? და აი აქ ლილიტი უკვე ეკაჩება, რომ კი, სატურნის აი აქ ეს მე მიჩვენია, რომ ეს ყველაფერი დამუშავებული მქონდეს, მაგრამ იქ ლილიტი არის შინაგანი ბავშვი, რომელიც საერთოდ აცდენილია დროსა და სივრცეს, ხო? და აქ შედის ხოლმე მერე პრობლემები, როდესაც ახლა დაბალ დონეზე ვიყენებთ სატურნს. იქ ჩვენ შეიძლება ვიყოთ მეც მაგ ხოლმე ეს ახლა რამდენჯერაც 45 წლის გავხდი. პატარა კი არა, მაგრამ საერთოდ განცდა ვაკ ხოლმე რომ ზოგჯერ ფსიქოლოგიური ასაკით, აი ორი პიროვნება ცხოვრობს ჩემში, რომელიც არის ძალიან დიდი და ასაკოვანი და ყველაფერი იცის და ყველაფერი მოწყინილი აქვს. ყველაფერი ეზარება და მეორე ჩემი მყარე რომელიც 5-7 წლის ბავშვი არის. რომელსაც ყველაფერი უხარია და აი ძალიან არ აინტერესებს გარშემო რა ხდება. სულ ერთობა. აი ამას შორის ვარ გაჭედილი. აი აქ არის ხოლმე მნიშვნელოვანი რომ ის რა ასაკშიც ვართ, იმაში ვიყოთ ფსიქოლოგიურადაც, ხო? ეხა ის მეორე ბებერი მე, რომელიც სადღაც არის უკვე ისევით არის ყურებად, აი ხელში აქ. ადამიანს უყურებს და ყველაფერს ხედავს, ვინ არის, რა არის, ეზარება მაგრად ურთიერთობა, იმიტომ რომ იცის იმისგან გამოვარამე, არ გამოვარამე. ხო და
ამასთანაც მუშაობ ხოლმე ვაყენებ მე ორ სკამზე, მე ამასთან დიალოგი მიდის, ხო? მე ეს შინაგანი ბავშვი, რომელიც ცდილობს განეიტრალოს ის ბებერი. სადღაც. ხო და აი ესეთი რაღაცები ყოველთვის გვაქვს, ეს შიდა კონფლიქტებს ვეძახით, ეს შიდა ეს მე რასაც ვაკვირდები, ეს ბავშვი ცოტა სელინასკენ მოდის აქეთ. ყოველთვის რაღაც ახალი აინტერესებს ნობის მოყარე არის, აბა ახლა ახალი რა გავიგო, ახლა კიდე ახალი რა გავიგო. ჩემი მეცხრე სახლის თემა ესე მგონია ესე აღვიქვა მე ყოველ შემთხვევაში. მე ჩამოივლის ეს სატურნი, მეაჩარიმებს ყველას. ჩემი სატურნი. წითელ ბარათს დაურიგებს ყველას, ორიანი შენ უპასუხისმგებლო ხარ. ნუ აი სატურნის ციკლი ესეთი არის ზოგადად და აქაც საჭირო არის სატურნს ცოტა დაუწიოთ ხოლმე. იმიტომ რომ ბევრი ვისაც ვაკვირდები ხოლმე ეს ცხოველური გადარჩენის ინსტინქტი ან სიბრძნის ინსტინქტი ან ასე შემდეგ სატურნული ენერგია ძალიან არის აწეული და ცოტა უნდა დაუწიოთ. ზოგმა უნდა აუწიოს ხოლმე სატურნს, იმიტომ რომ სულ არის პასუხისმგებლობებთან დაკავშირებული პრობლემები. ხა აი წიაზეც რომ მოყვები, ვითომ რომ კატა დამეკარგა. თურმე რო ეძინა ამას წვიმაში სახურავზე დავრბოდი გიჟივით, ვეძებდი სახურავ მთელი ეს დიდი კორპუსი სახურავით, ან ისეთ სახურავი კი არ არის ბეტონით და იმითი, ჩვეულებრივი სახურავი ესეთი ამეებზე რომ დავრბოდი და მამაჩემს ჰქონდა ის რომ ერთი წამით დატოვა მართლა ოდნავ შეღებული აივნის კარები და ეგრევე მისი ხმა რო გავიკე, ეგრევე წამოხტი, მეთქი ამას არ დარჩეს ახლა აივანი ის კარი ღია თქო მე 13 სართულზე ვართ და ნუ აი როგორ არის იცით, აი გვერდებზე ადამიანი ვერ გადავა, ერთხელ ფისომ შემომიწრო აქ მართლა მე 13 სართულიდან დაკარგული იყო, მე გადავეცით პატრონს და ანუ ეს პრეცედენტი ვიცი. აი ისეთი კრიტიკით შევხედე მამაჩემს, აი სულ არაფერი არ მეთქვა, აი პასუხისმგებლობის მომენტში, რომ აი ესე შევხედე, რომ აი დაითრგუნა ძალიან, რომ აი დავიჭირე რა ერთ წამით დარჩა ღია. ეს უპასუხისმგებლობა არის. ხო და ეს სატურნის ენერგია არის. ზედმეტად შეიძლება ვითხოვდეთ პასუხისმგებლობებს, ან ზედმეტად უპასუხისმგებლოები ვიყოთ. აი ან ვართ სასამართლოს რო უწყობთ სხვებს, მაგალითად, საძლიერი სატურნის ადამიანები, ან სასამართლოს გვიწყობენ, ჩვენ თუ უპასუხისმგებლობები ვართ. აი ახლა მაგალითად, აი გზებზე რაც ხდება, ეს ადამიანები რო იღუპებიან, საქართველოში ზოგადად რაც ხდება, ეს არის ტოტალური უპასუხისმგებლობა. სატურნი ყავს მერწყულში, მთვარესთან შეერთებაში არის ჩვენს რუკაზე, არის ისეთ კომბინაციაში, რომ აი, ნუ ერთს რო შევხედავთ, ტოტალურად უპასუხისმგებლობა არის გამჭდარი. აი, ყველგან უპასუხისმგებლობა არის. აი, მაგალითად, თუნდაც აი ძალიან ბევრი ადამიანი არის ინტერნეტ სივრცეშიც, ან არაფერზე არ იღებენ პასუხისმგებლობას, რასაც ამბობენ, იმაზეც არ იღებენ პასუხისმგებლობას და ეს მეორე უკიდურესობა არის, ხო? და როდესაც ზედმეტად ახლა ვამძიმებთ ადამიანებს, რომ პატარა შეცდომის უფლებაც არ აქვს და მეც არ მაქვს შეცდომის უფლება და ამაში ვტრიალებთ, ესეც მეორე უკიდურესობა არის. აი ეს არის სუფთა სატურნის ენერგიები. და ამ სატურნს თუ უკვე ეგოში გადავიყვანთ ლილიტში, იქ აი ის არკანი, რაც გითხარით, უკვე ეშმაკის არკანი და აქ უკვე მიდის ზედმეტად, უკვე იცით როგორი რაღაცები მიდის, აი საკუთარ თავისკენაც ატრიალებენ, ახლა ბევრი ვიცი ლიტი ვერცი მაგალითად, რომელიც საბოლოო ჯამში აი ძალიან აგრესიული ლიტი ვერცი, რომელიც სტალინი რო ავიღოთ, ხო, ხრიტავდა ყველას. ზიანბერში ყო შიშარა და მაგიტომ ხრიტავდა ყველას. არაცნობიერში ყველას გვაქვს ლილიტის ზონაში შიშები. ყველას ლილიტის შიშარა არის იმ ზონაში, სადაც არ უნდა შევიდეს. ლილიტი ვერცის შიში არის რა? საფრთხე მემუქრება. ვერცი ხო შიშრობა არის, ხო არის რა გამწევი ძალა, რომ მე შემიძლია აი სასწაული რაღაცები გავაკეთო და არ შემიშიდეს. ვერძის შემთხვევაში ეს არის ძლიერი შიში პირადი ინიციატივის. საკუთარ თავს აღიქვამენ როგორც აი სადღაც მე ძალიან დიდი საფრთხე მემუქრება, იმიტომ რომ ეს საფრთხე ოდესღაც იყო მათ ცხოვრებაში. და მე ჩანან სასტიკები და აი რაღაცა ესე ბრუტალურები და სინამდვილეში ეს ყველაფერი აკეთებინებს მათ შიში.
ამ ყველაფერს შიში აკეთებინებს, ხო? აი ეს ყველაზე მძიმე გამოვლენას გეუბნები სწორე ხალ. აი ვარიანტებში ხო ყველა ლილიტი თავისთვის არის, ხო? ყველას გვყავს ლილიტი და აქ უკვე ადამიანს არის დამოკიდებული, ხო? და ამას რო შევხედავ, რომ უი მე შინია, ის არ მოხდეს, ეს არ მოხდეს, მე რა მოხდა? აი ხშირად მithmans რიტერზე რა მოხდა? მე ამისი მეშინია, შენ იმისი. ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ ცუდი ხარ. და იმას ხო არ ნიშნავს, რომ აი ესეთი ხარ. რა მოხდა მე, ხო? და აი აქ მე არ ვიცი რა მოხდა. მე არ პატიობ ჩემს. აი სატურნს უყურებ უკვე რა თუ არ პატიობს, სადაყა სატურნი, რა ფორმით არ პატიობს საკუთარ თავს, იმიტომ რომ აი სატურნი არის, რომ შენ თუ ვარგისი ხარ, შენ თუ მშიშარა ხარ, შენ თუ ცუდი ხარ, მოკვდები, იმიტომ რომ ყველა გაიგებს ამას და შენ არ მიგიღებენ. მთელი ამბავი აი ეს არის. მარტივად რო გითხრათ. და როგორც კი სწავლობთ ამისთან შეხებას, რომ შეიძლება არ მიგიღონ, შეიძლება სუსტად აღიქვან, მაგრამ მე ხა გვერდში გიდგარ, ცოტა ხანი ვიქნები შენთან, შენ სისუსტესთან, თუ გენდომება, უამრავი ხალხი არის, ვინც დაგვეხმარება. ეს შევცვალოთ, ეს განვავითაროთ და ცვავისწავლოთ საკუთარი თავის, ხო და არა აგრესიით ახლა. თან მე ეგოს ერთი ის ამყავს აი ყველას რომ დაჯდება და აი უცებ ავარდება და ცხებს ყველას ძალიან აგრესიული არის ადამიანების მიმართ ერთი აი ძალიან მამალი ლილიტი ვერძი ხალი არის რა დაცხებს ყველას განადგურებს მე ხვდება რომ აქ ზედმეტი მოუვიდა მე იწყებს შერბილებას ამ ყველაფრის და სიამოვნებაში ეს არის რომ მე უნდა დავამტკიცო მე შენ უნდა დაგამცირო ხაშეს ლილიტ ვერძიან ლილიტი ლომი ახასიათებთ ესო მძიმე გამოვლენებაში მე შენ უნდა დაგამცირო არაცნობიერად მინდა ჩემი თავი დავამცირო და ჩემი ეგო დავწიო დაბლა, იმიტომ რომ ჩემი ეგო არ მაძლევს საშუალებას. დავინახო რაღაცების მეშინია, რაღაცებში სუსტი ვარ, რაღაცებში გაუბედავი ვარ. და ამ ეგოს გამო ამ ხელატკივილებს გავდივარ და მინდა რომ ჩემი თავი დავამცირო. თან გაბრაზებული ვარ ჩემ თავზე მეორე კუთხით, რატო ვარ ესეთი სუსტი და რატო ვარ ესეთი და ესეთი. ამ ყველაფერს ვაპროიცირებ შენზე და განადგურებ ჩემი აზრით, ხო? და აი მეორე მხარეს ახლა უკვე მეორე მხარეს ვინც ვართ მაგალითად ამ ლილიტების ზონაში ადამიანების ტრამვებს ვეხებით ხო ლილიტებს სიტყვას ვეძახი ზიანდულში აი პარტნიორი ყავს რომელიც არის ღრმა ტრამვირებ მას თუ შევხედავთ რომ ეს აგრესიული და ეს ესეთი კი არ არის ტირანი კი არ არის ეს ძალიან საცოდავი ადამიანი როგორც ჩვენ ვართ ყველანი ჩვენ ნაწილებში და ამას ვიღებთ შვიდად რომ ესეა ყველა ან მარტო ჩვენ კი არა ვართ ესე. ყველა რაღაც ფეიქში არის, ყველას რაღაც ისე შინია, ყველა გადარჩენისთვის იბრძვის გარჩემო, ხო? და გადარჩენისთვის იმას კი არ ნიშნავს, რომ საჭმლის ფულისთვის ვიბრძვი, ზოგს მას ამისთვისაც პერიოდულად ვიბრძვით ხოლმე ადამიანები ზოგადად, ხო? არამედ იბრძვიან თვით დამკვიდრებისთვის, სიყვარულისთვის, ყურადღებისთვის, სითბოსთვის, ან იმისთვის იბრძვიან, რომ გარშემო შექმნან ისეთი ილუზია, რომ არ გასკდეს როგორები არიან, ხო, სინამდვილეში მათი გაგებით, თორე ხო გავნებით, ახლა ვინც ჩემთან თამაშობდა სიტყვაზე ესეთია, ძალიან კარგად ხედავდი როგორც იყო. და თავის თავს უმალავს, მეც მიმალავს და ამ დროს შოყოლო ხედავთ. სულაც არ ჭირდება მას ამ ყველა ენერგიის დახარჯვა. ეხლა როცა არის ეგოს პრობლემის ადამიანი და ყველაფერზე მტკივნეული რეაქცია აქვს და ვაიმე ეს რა მითხრეს და ვაიმე ყველა ხედავთ როგორი დაბალი თვითშეფასება აქვს. თვითონმე ყიდით ჩვენ თავს ხოლმე როცა ესეთ სტრესებში ვართ ან ესე გვიტრიგერდება რაღაცები და მე პროექციებს რო ვაკეთებ. განსაკუთრებით ახლანდელ ეპოქაში, როცა ფსიქოლოგიის მარტივი ჭეშმარიტებები მისაწვდომი გახდა და მყავს ერთი სანათლისაოში, რომელიც არის სერიოზული ფსიქოპატი და აი, ოღონდ სახელმძღვანელოს ფსიქოპატია ის კი არა ცოტა შერეული ან დაბალი. კლასიკურ სახელმძღვანელოში რაც წერია, ესეთი ფსიქოპატი არის ადამიანი და ძალიან უჭირს, ძალიან ეშინია ყველაფრის შეხება. და რჩება უკვე ნენელა მარტო, საერთოდ არავინ აღარ აყავს გარშემო, ხო? და ეს აგრძელებს აი ამ ილუზორულ ბრძოლას სადღაც და ვერასოდეს ვერ მიხვდება ახლა ეგ გასაგებია, მაგრამ რა უყურებ ახლა არც აგრესია გვაქვს არავის. ხედავთ რომ ადამიანს უჭირს. და რა არის იცით ყველაზე საინტერესო რომ როცა ადამიანს უჭირს აი აქ რო ჩვენ ან ვეძახოთ რომ შენ ესეთი ხარ შენ არის სიამდვილეში არაცნობიერ დონეზე
მას აქ წყენა რატო ვერ ხედავენ ამ ადამიანს როგორ უჭირს და რატო არის მის არავის, ხო, აი აქ გავდივართ და სხვა შეიძლება გქონია ეგ, რომ აი თერაპიულ პროცესში ერთ სიტყვა მithქვამს, რომ აი ხა შენ როგორ გიჭირს და არავინ არ ყავს, აი ეგრევე ტირილი დაუწყიათ მაგალითად, ხო? მეც გქონია იგივე სიტუაცია. ანუ ყველასაც, მე რასაც ვაკვირდები ადამიანებს, ყველას ერთგული უჭირთ. განსაკუთრებით დაბალგანვითარებულ ქვეყნებში, სადაც მომავლის რწმენა არ არის, სადაც რეალიზების, აი მართლა გადარჩენისთვის ბრძოლა გვიწევს, ხო? შედარებით განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში უკვე საბაზისო მასლოუს პირამიდის პირველი ეტაპები დახურული არის ასე თუ ისე და აქ სატურნის მძიმე ენერგია შედარებით მოხსნილი არის და იქ უკვე იუპიტერი არის გახსნილი. აი ასტროლოგიურ ენაზე რო აგეხსნათ, ხო? სატურნის ყველაზე დაბალი ვიბრაცია და ლილიტური ენერგია მუშაობს ყველაზე დაბალ განვითარებულ ქვეყნებში. და იუპიტერის უფლებას არც კი ვაძლევთ ადამიანები. ხა საქართველოს მაგალითად იუპიტერის სატურნის ოპოზიცია აქვს რუკაში. ეს რაც ნიშნავს, რომ აი ოდნავ იმედი მოგვეცემა და ეგრევე მწარე რეალობის ქვეშ სატურნის დარტყმას ვიღებულობთ, ხო, უიღბლობაში გადავდივართ. ოდნავ ამუყვინთეთ სადღაც მერე 20 წლიანი სტაგნაცია წავიდა. აი სულ ამაში ვიქნებით სადღაც, ხო? ანუ იმედი და მერე ძალიან დიდხანს ნეგატივი. და სინამდვილეში ამაში ვიწურთნებით, რომ იმ იმედს და იმ ოპტიმიზმს სჭირდება მყარად დგომა, პრაქტიკულობა. ეხლა მე ძალიან კარგად მესმის ეს ენერგია თვითონ მაგ რუკაში, სატურნის და იუპიტერის შეერთება მაქვს და მე სულ ესე ვარ, რომ კი, იღბალი მოგეცემა, მაგრამ ყოველთვის უნდა იყო მზად, რაღაცა მოხდება. სადღაც, აი, თუნდაც მანქანით რომ ჩხარა წავსულ ვარ, მიყვარს ძალიან უფრო ესეთი ცოცხალი სიარული, უფრო ესეთი რა, არა დაბალ გაზზე. მაგრამ აი ყოველთვის ვიცოდი, რომ შეიძლება ამ ემოციას გავყვე, მაგრამ ყოველთვის არის რაღაცა საფრთხეები და რეალურად შეიძლება არც კი ვისი ამოვნო ხოლმე, ან თუნდაც სადღაც რომ მიფრენია, სადღაც რაღაც ისეთი გამიკეთებია, ყოველთვის ვიყავი სულ მობილიზებული და სულ შინაგანად ყარად, იმიტომ რომ ყოველთვის შეიძლება ისეთი რაღაცა იყოს, რაც შენ არ აქვს გათვლილი. აი ეს არის სუფთა სატურნის ენერგია ჩართული იუპიტერთან და როდესაც არის ოპოზიცია ქვეყანაში, შემოდის უკვე ის იმედები, აი ეს მომეცემა ახლა ეს იღბალი და სატურნი გეუბნება არ მოგეცემა სანამ არ დაიმსახურებ. სანამ ყარად მობილიზებული არ იქნებ. ახლა მე მაგალითად როგორც ჩემ პირად ასპექტში მივხვდი რომ გადამეტებულად ამაქვს. შეიძლება ვისაც შეერთება აქ იუპიტერის სატურნიც ვერ შეირგონ უბრალოდ იუპიტერი. საერთოდ ვერ შეირგონ, ყველგან სატურნს ხედავენ და მე ცოტა რთულებიც არიან თავის ცხოვრებასაც აი ნაცრისფერებენ ხოლმე ესე ვიძახით ხოლმე ან კვადრატურის მქონე ადამიანები. მაგრამ განვითარებული ქვეყნების შემთხვევაში უფრო იუპიტერი არის იქ ჩართული. იღბლიანობის განცდა მარტივი არის. ამერიკა განსაკუთრებით იუპიტერიანული ქვეყანა არის, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული კულტურა და ენერგია ჩემთან მაინც არ მოდის, მე უფრო ევროპული ფსიქოტიპის ტიპაჟი ვარ. მაინც იუპიტერიანული ქვეყანა არის. ყველასთვის დიდი შესაძლებლობებია. მოინდომე რაც გინდა, ის სიტყვებიც კი აჩვენებს იუპიტერიანულ ენერგიას. სხვაშორის, ვისაც ჩამოთვარა ყავს მშვილდოსანში, უმეტესად ამერიკას ირჩევენ ხოლმე, იქ მიდიან, რომ ეს შინაგანი ჭრთილი არის, სადღაც კეთილდღეობის ჭრთილი არის, ხო, რომ მე გამარჯვებული, მე კეთილდღეობაში უნდა ვიყო, მე კადიდებული უნდა ვიყო სადღაც, ხო? და ამ ჭრთილის რეალიზებას ძალიან კარგად ახდენენ ხოლმე. მე გაფართოება, დიდი, ყველაფერი დიდი უნდათ, დიდი ქვეყანა მაგალითად, ხო, ეს იუპიტერიანული ენერგეტიკა არის აქ. და ამ შემთხვევაში ჩვენ ქვეყნებში უფრო სატურნის და ლილიტის ენერგია უფრო მეტად ვლინდება. აქედან არის ხოლმე ეს დრამა, ახლა ცით-რას ვაკვირდები ხოლმე ყველას მაგალითად უგონი ვარ უცხოელი, ახლა ბათუმში ვარ და სულ მელაპარაკებიან ხოლმე ან რუსულად, ან ინგლისურად და მიკითხავს ერთხელ მართლა გავარმეთ, ახლა კაცშვილი არ მყავს უცხოელი, რა თუ რუსი. და არა ვიციდიო. პოზიტიური ხარო და არ არიან და კარტელები ესეთებია და მაშინ დავფიქრდი. შეწეხებული საკით არ დავდივარ და უცხოელი უგონი ვარ უკვე, ხო? ანუ ეს კარტელებს გვაქვს ეს სატურნის დრამა, სადღაც, ხო, ეს რაღაცა, დარქის ყურება და სულ ცხოვრებიდან გამომდინარე, ისე არ ხდება, გასაგებია. თუმცა აი ხო განებით, რომ ლილიტზე გავდივართ სულ სატურნის ენერგიაში, გადარჩენის ინსტინქტში.
აი ეს ჭრთილი არის სინამდვილეში და როდესაც ახლა ფსიქოლოგიურად უყურებთ ამ ყველაფერს, ხო? მხოლოდ ფსიქოლოგიურიდან. კარმელ ასტროლოგია ცოტა სხვა რაღაც სიღრმეებში გადის, ცოტა სხვა რაღაცას ხედავს. მე რო უყურებ ხოლმე პირად რუკას, ხო? იქ საერთოდ სხვანაირად გავდივარ, სხვათა შორის აი ასტროფსიქოლოგიის კიდე ერთხელ ვამბობ, სკოლა მეწყება სულ მალე 2 აგვისტოს. და აქ გავდივართ ძირითადად ჭრთილებზე ხოლმე თერაპიულად გავდივართ. რა არის ჭრთილი, როგორ მუშაობს და იქ უკვე ჯგუფურ თერაპიას ვიწყებთ ხოლმე ამ ჭრთილთან შეხება, როგორ ხდება. ორთვიანი კურსი მექნება ძალიან საინტერესო. ასტროლოგიას ვასწავლი სლაიდებით, თეორია, პრაქტიკა, პირადი რუკებით გავდივართ მონაწილეთა პირადი რუკებით ამ სწავლებას და თერაპიულად გავდივართ ამ ყველაფერს. და ვისაც გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ შემომიერთდეთ, იმუშაოთ თქვენ ტრავმებზე, იმუშაოთ თქვენ რუკაზე. ოღონდ სიღრმისეულად აქ უბრალოდ იმას გრადუსებს და მინუტებს კი არ გასწავლით, მხოლოდ სიტყვაზე, ხო? აქ გასწავლით შინაარს, არსში შევიდეთ და არა ჩარჩო ფორმა. და მედია რომ რაღაც სხვა სტანდარტს ნენელა ასტროლოგიურს დავდებთ წლების განმავლობაში 1100 ვიდეო მაქვს ჩაწერილი ამას ემსახურება ჩემი ამდენი შრომა და სხვათა შორის ერთი მინდოდა მეთქვა ტრავმასთან განკლავების ან შინაგან ქაოსთან განკლავების ყველაზე კარგი საშუალება რა არის ტრავმამ კი არ ჩაყოლაპოს ვაქციოთ ის ენერგიათ ჩავდოთ ენერგია და მე სხვებს დავეხმაროთ მე როდესაც დაახლოებით 22 წლის წინ გამიჭირდა ცხოვრება დავინახე რომ ცოტა სხვანაირი არის და მე არ ვიცი რამდენად მეყოფა რესურსები ის მივიღო ამ ცხოვრებისგან რაც მინდა არავინ არ აღმოჩნდა ვინც დამეხმარებოდა არავინ ცოდნე არ იყო წავედი ასტროლოგებთან წავედი ვითომიქ ეზოთერიკოსებთან აი სრულად გაუნათლებლობა და სრული შაბლონები და არაფრის დამხმარე არ იყო ჩემთვის ეს ინფორმაციები დავიწყე მე სერიოზული კვლევა დავიწყე ასტროლოგიის შესწავლა ფსიქოლოგიის შესწავლა კარმული სტრუქტურების შესწავლა უამრავ წიგნებში ვიჭექი წლები რამდენიმე წელი საერთოდ არც კი გამოსულ ვარ ლამის სახლიდან ვიჭექი და წიგნებს ვკითხულობდი და მათ მივხვდი რომ ან ხარ ამაში გაჭედილი ან იღებ რესურსებს რომ ისწავლო აქედან როგორ გამოხვიდე და მე სხვებსაც გააგებინო აი ეს არის ჩემი ამდენი შრომა ხო ყოველ დღე თითქმის ეხლა გასასვლელი ვარ დაბადების დღე მაქვს მინდა ავხნიშო და ზივარ ვიდეოს წერ აგერ უკვე 1 საათია ხო და აი ზუსტად ეს мотиваცია მაქვს, ეს ენერგია აქ მომდის, რომ ვიცი რომ სადღაც შეიძლება ვიღაცები არიან, ვისაც რაღაცების გაგება უნდათ და არ აყავთ არავინ, როგორც მე არ მყავდა არავინ და მე აქედან მომავალი დროიდან ჩემს იმ თავსაც ეხმარები. პლუს ხო? ესე მუშაობს ტრავმასთან მუშაობა მეგობრებო, რომ თუ რაღაცა გვაწუხებს, ჩვენ თვითონ დაგავარკვიოთ და მერე დავეხმაროთ სხვებსაც და აქედან მოდის ხოლმე რეალური რეაბილიტაცია და არა მთელი ენერგიის ჩადება ამის დამალვაში, რომ ვითომ არაფერი არ ხდება. აქ არის აი ცხოვრება ისე გადის სიკვდილის შემდეგ მე მოყვება ხოლმე ეს რომ აი რა უტყუილა გავატარე ცხოვრება, ხო? და ეგეც მაქვს ნახე ჰიპნოზე. და ეს მინდოდა თქვენთვის გამიზიარებინა, იმედია სასარგებლო იყო თქვენთვის, საინტერესო იყო ეს ვიდეო, ველოდები ხოლმე კომენტარებს, ველოდები ლაიქებს, რომ უფრო აქტიური გახდეს, უფრო ცნობადი გახდეს ეს ვიდეოები, იმიტომ რომ ძალიან ეს არ არის მხოლოდ არტო ასტროლოგია, ხო ძალიან ბევრი ადამიანს შეიძლება რაღაც ახალი ჰორიზონტის დანახვაშიც დაეხმაროს ხო სადღაც და მნიშვნელოვანი იყოს მათთვის. წარმატებებს გისურვებთ მეგობრებო, დროებით.